12 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს პირველად შეუერთდება დაგეგმილი ღონისძიებები და დღის გეგმა სააგენტო პირველის პრეს-კლუბში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგვაძემს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ წარმოადგინეს. მათი თქმით 14-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში შესვლას უფასოდ შეძლებენ. გარდა ამისა, ახალგაზრდობის დღეს შეუერთდნენ ჯინო ფერიდაისი და საცურავაუზი არენა 1, ხვალ ისინი ახალგაზრდებს 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ. მათ კერძო სტრუქტურასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდებს ექნებათ ფასდაკლებები ამ დღეს მთელ რიგ სერვისებზე. 14-დან 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებულ ყველა მუზეუმში და ეროვნულ გალერეაში იქნება შესვლა უფასო. ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ახალგაზრდებს 29 წლამდე სთავაზობს უფასო ტურს ხვალ 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს სათაფლიის ნაკრძალსა და პრომეთეს მღვიმეში. ჩვენ თავაზობთ ახალგაზრდებს 50%-იან ფასდაკლებას ერთდღიან პაკეტებზე მთელი თვის განმავლობაში და 20%-იან ფასდაკლებას ერთთვიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ასევე სამომავლო გეგმები სტუდენტებს შეეხება ეს შემდეგ.